ალო. მაგა მე ვარ. დათო რატო არ ეკავდი ამდენ ხანს? მაგა არ ინერვიულ ხა ხო? რა მოხდა? ვიდოქში მე არ დამიჭირეს რა და გოგო არ გწვენია. ამ ნახატების დამალვა შეიძლებოდა? მართი რა ისეთიც არაფერი. რა არაფერი, შოქში ვარ, ისეთი სილამაზეა. მე კი შევაფასე ბატონო მალე, მაგრამ თქვენ მაინც როგორ ფიქრობთ? რა ფასად გინდა? რა ვიცი შურო. თავისა პატარა ნაკვეთიანად 50000-ად უნდა გაიყიდოს. დღეს ხელი შეხოვული ქონა ლაშას და რო ვკითხე რა მოგივიდა ხელზე თქო მეზობლის საღმა გამკაცრაო. აი უეჭველი მაგის გაკეთებულია და გავგიჟდები, მოვკლა მაგაც რა მეზიზღება უკვე აღარ შემილიფე რა. შენ ეს პული ჩანთაში ჩაიდე ხა. მე რატო? ხვალ იმ ტიპს ნახავა, ფულს მიცემ, საბუთები რომ გავუკეთოს რა. კეთი მოდი დედი საუზმე. დედა, ჩაი დამისხი რა. დაგისხი უკვე, დაგისხი. რა არის გაგვიანდება? ო, ჩამეძინა და არ მინდა დამახვიანდეს. ლიმონი არ გინდა? არა. აუ, იმ ბავშვზე გითხარი? უკეთ არის. უი, მართლა? ხო. რა კარგი. იყვანეს და სტაბილური მდგომარეობა. ой, მე მადლობა ღმერთ. ნეტა მარლენმა თუ იცის ეგ ამბავი? ეწოდინება ალბათ სული ქარის და. ძალიან განიცდის. და ეს მშობლები რას ამბობენ? რა სიტყვიან და დანახვა არ უნდათ მარლენის. ეს კიდე როგორ განიცდის? რაღაცა დალაპარაკება უნდა, დახმარება უნდა და ხო, მაგრამ იმათ მშობლებს ვერ გააგებინებ მაგას. დედა არ ყოფილა მისი ბრალი და დე, ვიცი და იმათაც იცი არა, მაგრამ ბავშვი რობს სიკვდილსათვის ძალიან რთული გასაგებია ეგ. რომ მარლენი არაფერ შუაშია. მესმის. მაგრამ გადაყვება ეს ადამიანი ამ ბავშვის ამბავს. ძალიან ნერვებს, ძალიან. შენც ნუ ინერვიულებ, კარგი? გამოკეთდება ის ბავშვი და მარლენიც დაწყნარდება. ყველი მომერა. იცი რა? მარლენს თუ ნახავ უთხარი, მაინც შეიძლება არ იცის. ხო, აუცილებლად გავაგებინებ, აუცილებლად. პური არ გინდა? არა. ნანა! გავყირებს, გიო. ნანა არ მოსულა? არა, ხედავ რომ არ მოსულა. სენდვიჩი გამიგეთ რა. კაი, დაჭერ. ყოველთვის გამიგეთებ? კი, ხო, ეხლა.
ხდება სასახლში? რა უნდა ხდებოდეს? რამე საინტერესო. საინტერესო ნაკლებად. ისე ყველაფერი კარგადაა. ძალიან კარგი. ყავა უშაქრო, ხო? ისე რა კარგი ხენი, ხო? ზუკა და ტატო რო წაიყვანე. შვიდად იქნები, ენდობი. სალონში ყველაფერი კარგადაა? კი, კარგად იქნება ყველაფერი. ეს დღეების უნდა ნატას გამოფენაზე გადავერთე და არც კი შემიძლია. ნახე, როგორ არა ნატა? მოვიდა ხასიათს. უკეთესათაა, ეხლა ცოტა გაახალისა ამ გამოფენამ. ის გოგო ვინ იყო? ვინ გოგო? აი გამოფენაზე რო იყო შენთან ერთად. მეგობარია. რა იყო? არაფერი, ისე გკითხე. ვერ ვიცანი. აი წავედი. ამას გზაში შევჭა. მადლობა, კარგად ამ. კარგად. შეიძლება? მოდი ნინო, მოდი. დაბრუნდი. როგორ ხარ? დაბრუნდი, დღეიდან უკვე ვივლი. ძალიან კარგი. რაკენი, გამოცდები ჩამთავრე? ლევანმა ჩამთავრა. მე ყველაფერი გავასწორე და ქულები მოვიტანე დღეს. ძალიან კარგი. ქალბატონთინა, რაც შეეხება იმ პრობლემას, ყველაფერი მოვაგვარე და დღეიდან მსგავსი არაფერი განმეორდება. ძალიან კარგი ნინო, ძალიან მიხარია. თქვენ და ლევანი რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. კარგი, რას ამბობთ, მადლობა. მართლა სულ ნერვიულობდი, ახლა მოვარდება თქო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ნინო, ხომ იცი, ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. ვიცი. ამის საქმეად შემოვედი. გავიკეთე ლექცია მაგ. კარგი. შეხვედრამდე. შეხვედრამდე, ნახვამდის. რუსუდა, შენ უშაქრო ხარ? ხო. მე კიდევ ვერაფრით ვერ მივეთქვი რომ უშაქრო ხარ. საერთოდ რომ ვაკურდები ყველა ეგრეთ ხო? ის რა გემრიელი ნამწყარია? ხო. ვაშუქა. კი. კავას მივაყოლებ. ელენე, ეხლა შენ არ მოგერიდოს რა, ძალიან გთხოვ. რაც გჭირდება ყველაფერი წარი რა, ისედაც ბევრი რამეები მაქვს. არა, მართლა არაფერი არ მინდა, მადლობა. ვიკამაც ქვეყნის რაღაც წამოიღო სახლიდან. ჟინვალიდან? ბათრუნდოდა. რა ვიცი, მე იმდენ რაღაც წამოიღო, სლივს აიტანეს ბიჭებმა. დუში იყო გაფუჭებული და ხაზეიკამ გამოგვიცვალა. ძალიან საყვარელი ქალია. ძალიან კარგი. შენ და კონდიციონერი გააქვს? არა, მაგრამ რა თქმა უნდა, მთელი დღე მაინც სალონში უნდა ვიყოთ და ღამისთვის ვენტილატორს ვიყიდით. ჩადის არტაში ვენტილატორია. მაგრამ მეგეც წაიღე, თუ ამ სიტყვი ვაგიგებ. მადლობა. რა უნდა კითხა, მე და ვიკა საღამოს ვაკეთებთ იმას. ნოვოსელიას და თუ მოხვალ ძალიან გაგვეხარდება. აი მე საყვარელი დიდი მადლობა, მაგრამ ხო იცი ნატე ჯერ მაინც არ არის ბოლომდე მდგომარეობიდან გამოსული და იმას რა დაკარგე. თავში რამდენი ხანი არ მოდიოდა. ხო და სალონში ივლი ამ კვირაში შენ. არა, ნუ დასალაგებელი და რაღაც არა გაქვს. არა, ხო ყველაფერი დავალაგეთ. და მაშინ რა უნდა გთხოვო, იცი, გახუწები მიაქცია ყურადღება რა. ბოლო ამ ბეზის მერე ძალიან შეშფოთებული ვარ და კიდევ ეგეთი რამე მოხდეს, ნუ არ ვიცი. არა, ღმერთმა დაგვიფაროს. იმაში შენი იმედი მაქვს. კარგი. ჯერ ნატა მე სახლ და არ მგონია რომ მე მოვიცავ. მე მივხედავ არ ენერგიულად. აი გოგო, ხარ მადლობა. აი, რა მადლობა რომ შეხო პირიქით, ისეთი მადლობელი ვარ შენი, ჯერ ეს სალონი. მე მთელი სახლის მაწყობაში დაგვეხმარა. აი რა ელენე რა. კაი რა. მოიცა ერთი წუთი. აი ეს გამომართ. გამოგაგდეს.
ვერა რუსუდან ვერაფრით ვერ ავიღებ. არა, მომისმინე ხა ერთი წუთი რა. ძალიან მცხონია, გთხოვ და გამოგანი. არა, რუსუდან ძალიან მერიდება, ძალიან გთხოვ, არ შემიძლია რა. მერიდება რა. ეს უბრალოდ გეხმარები, მეტი არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა, რა ვიცი. ემბრიულია, ხო? ძალიან. საძინებლები აქეთ არის. ხო, გიგო. აპატიეთი ამკარაო. რასისა კაცი მარტო რომ ხანასია და ხანის. მართალია დიდი ფაჯრები არ აქვს, მაგრამ საბაგეროდ ზაფხულში გრილია და ზამთარში თბილი. და სახლი რამდენი წლის არის? 15-16 წელს ვიყავი მამა ჩემმა რომ აშენა. იქნება ასე 50 წლის. ისე სამეზობლო კარგი არის. ლოთები არ არიან და ნარკომანები. ბავშვებისთვის ეზოც არის. ეზო რამდენი კვადრატულია? 400 კვადრატული მეტრი. დაკანონებულია? არა, ახლა მაშინ სად იყო დაკანონება. აბა ეგ როგორ იქნება? ეგ არ არის კაცო პრობლემა. ეხლა ერთ დღეში გააკეთებ ამ მიწის საბუთს. ძალიან კარგი. სახლის საბუთები ხომ გაქვთ? რა თქმა უნდა. მოკლედ 45000 თუ მომცემთ, დღესვე წავიდეთ გადასაფორმებლად. არა. 45000-ად ვერ გავყიდ. კარგი ფასია ბატონო მარლე. არა. თან ნაღდი მყიდველია. არა ბატონო, მერა. 45000 არ მიდის. შედით ჩემ მდგომარეობაში. აბა 50000 მე ამიღირს ეს სახლი. 45000 კიდე გადავიხდი. თან მეჩქარება. აი თქვენს გეჩქარებათ. დაფიქრდით. როგორ აფხელა მიწადა სახლი 45000-ად. ვერა. კარგი. ვერ გავყიდი ამ ფასად. თქვენი ნება მე გაიფას გეუბნებოდით. რა ვქნათ, წავიდეთ? წავიდეთ. კარგი ფასია რა 45 ბატონო. კარგი ფასი. და საბუთები არაა წესრიგში, სახლი ძველია. ამ კაცაც ეჩქარებოდა თქვენს. რა ვქნა ბატონო, როგორ მიცეო 45-ს? არ მიდის და რა ვქნა. ჩემ მდგომარეობაში ჩემით. რა მესმის, მაგრამ ესე დაფიქრდით, აუც თუ გადაიფიქრებთ, დღის ბოლომდე დამედეკეთ. ასე შევთანხმდით. მე დღეს არაფერს არ ვანახებ სხვას და თქვენ ზერს დაველოდებ. კარგი, არა მგონია. კარგით, მე მაინც დაველოდები თქვენ ზერს. კარგით. აკომის. ნანტა, როგორ გამახარე? მე ვაპირებდი შენ თავს. დაგასწარი. საყარელო. დაჯექი მოდი. მიხარია და როგორ ხარ? რაც. შენ რო არ ყოფილიყავი, ეხლა სახელოსნოში ვიქნები. მორჩი ხარა. გათქმევინე. რაც შენ გააკეთე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა. და ეს ჩემთან. რა თქინდოდა? რა ლამაზია. მოგწონს? ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო. ამას აქ არ დავკიდე. სახში წავიღე. სადაც გინდა იქ წაიღე, შენია. მადლობა. რა კენით ახლა აქ უჩემოთ, რამე ხო არ შეგიცვლიათ? უშენოდ, რა სამბობ ხა? გოგოებთან იყავი უკვე? გავარ ახლა სალონიდან გამოსულს. არ გინდა? არა, იქიდან მე გოგოებთან. წავალ ახლა მოვწესრიგდები, თორე ვერ ხედავ რა ხდება? გოგოება. გამარჯობა. ნატა, როგორ ახარ?
რატო დაგვივიწყე ნატა? სამაგიეროდ ეხლა რაღაც მომიშორებ თავიდან. ჯერთმები მერე ვჭხილები, ხო ძალიან? გააჩერა დედახელი. წამალი დალია დღეს? კი, დავლია. რამდენია? მაღალი. მაღალი რამდენი 180, 200. ეხლა შენ წამოწეკე და დაისვენე ჯობია. გოგო, ნუ გამაგიჟე, რამდენი მაქვს წნევა მეთქი? 180 და 160-ზე. მან დარდაწვერა ირაკლი უნდა ამოვიდეს. რა უნდა? რა ვიცი. ამოვალოდა. საკუთარ სახლში სადაც უნდა რომ ვერ დაწვერე. როგორ უნდა შეიძინოთ მიწის ნაკვეთი, აიშენოთ სახლი, მოიწყოთ ეზო, შეიძინოთ ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. გვიყურეთ, აკონტროლეთ მშენებლობა და თუ ჩათვლით, რომ ეს სწორედ ის სახლია, რომელზეც თქვენ ოცნებობთ, მაშინ მიიღეთ აუქციონში მონაწილეობა. შეიძინეთ იგი და გახდით მისი მეპატრონე. სტანდარტული ორშვილიანი ოჯახისთვის აუცილებელია მინიმუმ 100 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი. როგორ ხდება, ხა? რა, შენ? რა, საკაიფო. რა შვება ჩემი ძმა? დაჯექი მოგიყვები. რა, მოხდა არა? ამისა გავკიშდა. რაზეა ბაზარიტო? დათო დაიჭირეს. დაიჭირეს? რა პონჩიტო? მომადგე ხოცები ლეილამ არ მინდა გაიგოს რა. ოხ, რა ვიცი, 1-2 დღის წინ ვალაპარაკე და იმის მერე არაფერი არ ვიცი. შენ ბახაზეც არაფერი არ იცი? არა, საიდან, თო? მე ეს დღეები ვაფშე დავითასთან არ მიბაზრი, არაფერს აზე არა ვარ, თო? მოკლედ ბახას აუღია ფული და ესპანეთში გადასულა. მე დათო რა პონჩი დაიჭირეს? დათოს ბახასთან უჩხუბია. მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად აზე არ ვარ რა. ჩემი ტოქში რა. რა უნდა ქნა ეხა თო? ზე არ ვარ ის მაინც რო ვიცოდე ვისთან ერთად იყო, ან ეხა ბახა სად არის, რაღაცას ვიზავდე. ან იქნებ შენ გაარკვია რა, მე თუ დათომ დაგირეკა, იქნებ მითხრა, არ ვიცი რა გავაკეთო არ. მე იქ ვიცნობ ვიღაცებს რა და რამეს ვიჩალიჩა. პროსტა დავითამ შენ თუ დაგირეკა უეჭველი მომზადე რა. ხო, რას ვიზავ? აქ ჭირს ბიჭო შენ ყველას თავი როგორ ნაცემი ეს კიდე რა არის მორჩენილი ეხება მაგა ატარაკეთე რა მოსუ ბიჭო 2 დღე არ ვიყავი თბილისში და როგორ მოახერხეთ მობას გაბიძა 2 წლის ხო არ ხარ შეჩემარო აცემინე ყველას თავი რა არის რა უნდა მექნა ბიჭო მარტო მოვედი სახლში და დაამხვდა ეს სამი ორანგუტანი და ამბიგდეს წიხქვეშ რა უნდა მექნა მამენტე გუსამართლობა უსამართლობა კი არა ნაბოზრობა ქვია მაგას მა რას აპირებ რას ვაპირებ ფიქრობ რას ფიქრობ შეჩემა აბაროძე გეკითხე მე ვხვდი ისიც მომბას გავით რა აბაროდი კაი რა რა ვიცი რა იცი ბიჭო ნუ გამაგიჟე რა იცი თო ეს ექსემეს და თავი როგორ უნდა შეარჩინო პროს კაი იმ სირგორელებს შერჩათ ძმაო და შერჩათ მაგრამ ამათ რა პონჩი უნდა ვაპატიოთ ვერ ხვდები ძმაო კაი რა დროს აბაროტია ცივილურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ ხო და მაგ შენმა ცივილურმა საზოგადოებამ გაგვიგდო წიხქვეშ და რა ვიცი აბა აუ მეც დავიღალე რატო ზადნავ ბიჭო გამაგებინე რატო უკადამრებთ ძმაო რა ალო აუ სახში რანა სახში ვარ რა კაი მაგიზა რა დღეში 10 ჯერ მირეკავს ჯო ასე დღეში რო გნახავს ინერვიულებს აბა რა იქნება უხარ ბიჭო რა შენ ეს მამა ტერეზა რა რეებზე უბაზრობ და ამან კიდე ნერვიულობსო ჩემი ვაფშე რა უბნელია აზეა მაშინ გადაღებაზე უნდა დავადგეთ რა და რამე რო გაუჩალიჩოთ რა უნდა გაუჩალიჩო შეჩემა რა ფეხი წამოუდო თუ არიანი დაუკრა თუ უწკინო თუ რა გავაკეთო 2 წლის ხო არ ხარ რა
კვირის ბოლოს მიფრინავ ამ დედამოტყნული ქვეყნიდან შარი არ მინდა რა. ჩვენ კიდევ რჩებით ძმავამ დედამოტყნულ ქვეყანაში და გეუბნები რომ არ იქნება მეთქი შარი და გადაწყვიტე ხა მოდიხარ თუ რჩებით. აი ასნა მოვდივარ. ჯიგარი ხარ ეგრე რა. კარჩე მაშინ იცი რა უნდა ვქნათ? შენ გაარკვიე ვაფშე სად ვიჟენიობს ეგ ტიპი. ან რომელზე გამოდის რა გადაღებიდან რამე ეგეთი. შენ ნახე იქ კამერები თუ არის და მეც რავი მე ბანქანას მოვხოდავ ძმაო. ეგ არის რა. მაგა მაგა ტირი ხარ? რა არა ტირი ხარ? არ ტირი ვარ. რა მოხდა? მაგა აღონ არ დაიწყო ახლა შენებურად. რა უნდა დავიწყო? მითხარი გამისკდა გული რა ხდება? დათო დაიჭირეს. რა? მაგა როდის დაიჭირეს? პარასკევს ამირეკა და მითხრა დავიჭირეს. იმის მერე არ ვიცი არაფერი საერთოდ რატოისი გულისთვის. დედა პარასკევს თუ დაგირეკა ეხლა უნდა ვიგებდე მე მერე მაგ ამბავს. დედა ჩემი არ გითხარი დაიწყებდი შენებურად და არ მინდოდა შენი განერვიული. კაი კაცო რას დავიწყებდი მე რა ქენი დედა რა გაარკვიე რამე გაარკვიე? ჰა? რა უნდა გამეკეთებინა ლეილა აქედან? მაკა ჩვენ უნდა გავარკვიოთ აქედან თორე ისი რას გააკეთებს? დედა რა დამემართა ეს? აი მე მაკა ნუცას ხმარი აკაკი ადვოკატი არ არის? ხო და მე დაურეკოთ და რაღაცა გვითხრას იქნებ დაგვაკვალიანოს როგორ მოვიქცეთ რა ვქნათ მაკა რა გავაკეთოთ? ხო და რა ხო მიდი დარეკე მე თუ კიდე მე მომეცი ნომერი მე დავრეკავ. ჰა? როგორ არ გამახსენდა? მოიცა მოგიტან ტელეფონს. მაკა, იცოდე ლიზიკოს არაფერი არ უთხრა. დედა მორჩი ეხლა ტირილს. მაკა. დედა რა მიშოვე დედა ჩემი. ვიცი რა კაი იყო? ძალიან კარგად დავისვენეთ. აი. ბევრი ხალხი იყო ისე? არა, შუაკვირაში რატო იქნებოდა ბევრი ხალხი? არა, რაღაც ტრეინინგები იყო კი. ველოსიპედს ტარება ვისწავლე. არ იცოდი? არა, იკამა სწავლა და ძალიან ბევრი დამცინა. რატი რა მიდის იცი ხო? კი, და ძალიან გამიხარდა. გაცილება მოვუწყოთ არ გინდა? დავლიოთ ხოლმე წავიდეთ. ხო, ეგ მეც ვიფიქრე, კაი აზრია ძალიან, ინკასაც უთხარი და გავუკეთოთ რამე რა. თან ბოლო ჯერ ვიქნებით ერთად და მინდა რომ კარგად დაგვამახსოვრდეს. იცი რა ვიფიქრე კიდე? გახსოვს შაკო რომ მიდიოდა მაისურზე რომ დაუწერეთ სახელები. ეგრე გავუკეთოთ. აუშ მოეწონება? კაი რატია რა, მოეწონება კი. ხო და ბიჭებს უთხრათ სადმე ადგილი მოძებნონ და ჩვენ წავიდეთ მაისურებზე. კაი. კაი დაურეკავ ეს. შემოდი. მოდი. ესე იგი თემომ გამოგაგზავნა. კი. დაჯიქი. არა იყოს არ მინდა. აი ეს გამომატანა. ესე იგი არ გადაუფიქრებია რა. არა. შენ ნომერი დამიწერე. მზად რო იქნება დაგირეკავ. სადიხ. კარგი.
ალო. მერაბ. მე ვარ მარლენი. დიახ, ბატონო მარლენ, გისმენთ? მერაბ. ვიფიქრე მე იმაზე. სახლის გაღიკვაზე. თანახმავა. იყოს 45,000. ძალიან კარგი ბატონო მარლენ, ძალიან კარგი. სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ. იცით ახლა. თქვენ ჩემი მდგომარეობა და რა თქმა უნდა. მოკლედ მე ახლა კლიენტს დაველაპარაკები მაშინ. და ამ კვირაშივე ბოლოგოროთ ეგ ამბავი, კარგით? კარგი ჩემო კარგო. ნახვამდის ჩაუმერა. კარგი, დაბადროებით. კარგად. რაო? 45-ში დაგთანხმდება მეთქი, ხომ გითხარი? გითხარი უფრო ნაკლებადაც შეიძლება და მეთქი, მაგრამ შენ არ დამიჯერა. არა ძმაო, მაღაზე იაფად ნაკლად არ გამოვიდოდა რა. თან ხო ნახე რამხელა ეზო ქონდა. გადავიფორმებთ ესე იგი ამ კვირაში და მე თვით ოფისში გადასვლაზე შეგვიძლია ვიფიქროთ. რას აიტეხე ეს სასტუმროს ტიპის კორპუსის ბინა? აქ არ გვეყოფა? აი მე დამიჯერე რუსოდან ასე ჯობია რა. რითი ჯობია? ყველაფრით. აბა რა ხდება? რაზე ვკამოთობთ? გუდაურის სახლზე. მე მამაშენი მიმტკიცებს რომ გუდაურში კერძო სახს კორპუსის ბინა ჯობია. ხო მე არ იცი რა ჯობია. იცი რას ქვია ჯობია? აი მიდი ახლა და დაარწმუნე რატო. მთელი საათია იმას ვუტკიცებ რომ კერძო სახლი კიდე ზედმეტი თავის ტკივილია მეთქი და არ იჯერებს. აი მე გამაგებინეთ ახლა კერძო სახს კორპუსის ბინა რითი ჯობია? რამდენი ხნით ჩადიხარ ხოლმე გუდაურში? რა სეზონზე? ხო და ეხლა მითხარი რა თქინდა საკუთარი სახლი. საკუთარი სახლი რომ ექნება ზაფხულშიც ჩავა. აზრი არ აქვს. რუსუდან დამიჯერე რა. სამთახიანი ბინა საკმარისია. ჯერთ კაი ადგილასაა, ზუსტად კონტროლებთანაა. არც დაცვაზე გექნება პრობლემა და არც მომგლელზე. კაი რა. არა. ვერ გადამარწმუნებ. ხვალ წავიდეთ და შენი თვალით ნახე. ხვალ? ხო. წავიდეთ, რატომაც არა. გიორგი შენ წავიდეთ ამხო. მოვიცი. ნატას დაურეკავ დიზაინში მომეხმარება. რა თუნდა სამოთახიან ბინას დიზაინერი? რამას? ჯერ არ გადაგვიწყვეტია სამოთახიანი ბინა იქნება თუ კერძო სახლი. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ხმათა უმრავლესობამ გადაწყვიტოს. შენ ისე ძალიან გინდა ეს საკუთარი სახლი, მაინც ვერ გადაგათქმევინებს და მინდა, აბა არ მინდა. საკუთარი ეზო მექნება, ყვავილები მექნება და მოვლი. ყვავილებს მოვლის აქედან გუდაურში. ისიც ვახოს მოსავლელი იქნება რა. მე დავკრიფავ. დაკრიფავ. კაი ხო, გადაწყვიტეთ ხმათა უმრავლესობით. სერიალს უყურებთ. რომელს? Grey's Anatomy-ს. აჰა. მალე მორჩებით? რავი, კიდევ გვინდა დაგვეყურებინა. ესე იგი, ჩემთან ერთად არ წამოხვალ. ძალიან გეწყინება რომ არ წამოვიდე? კარგი, ჩემი, როგორც გინდა, თუ გეზარება, მარტო წავალ. სახლშიც მალე უნდა მივიდე და. კარგი, წავედი. ანი მომიკითხე. კაი, პაკა. რა უკერესა? წაყოლ მთხოვე და ძალიან დამეზარა. თქვენ შერიგდით? ხო, ვილაპარაკეთ, ბოდიში მომიხადა და შევრიგდით. ნახე ჩამიტანა. რა მაგარია? ძალიან საკაიფო. მეც ძალიან მოწას. და არ გავუწყარ ვარ წაყავე. კი, წინა ალბათ ცოტა რა. აინი გეხვეწები მოწყდი რა 2 წუთი მაქვს და წამომყევი. აუ, კაი დედა. კაი, რა გთხოვა ახლა ისეთი გეხვეწები რა მამა შენი მინდა დავარწმუნო რომ კერძო სახლი იყიდოს. გთხოვ, მომეხმარ. აუ, კაი, გთხოვ მეზარებ. მიდი რა, მეც წაუყურე. კაი, მოვალ მალე. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. მე ამ კაფის მენეჯერი ვარ. და როგორც უკვე ჩვენ თანამშრომელმა გითხრათ, ვიკეტებით. ყველაფერი გასაგებია გენასონო, არა ჯერ დაშლას არ ვაპირებ რა. კიდევ გვინდა ერთად ყოფნა და სიყვარული. არა, ერთად ყოფნას და სიყვარულს არავინ არ გიშლით. უბრალოდ იქნებ სხვაგან გააგრძელოთ. აი, ცოტა და შეიძლება გადაგავართ.
ცოტა ხანი კიდე დაგავოდებით. მადლობა გენაცვალე. აი მგონი ესე ადვილად წავიდნენ ელენი. ამათ ჭკუაზე ვარ ხე, თვალი კაცები როდის მოინდომებენ სახში. აი დალიეს. ანგარიში მივტანე. სალარო სანამ დავკეტავდი, გადაიხადეს. იმიტომ შედანი ხა ესე არ ხეინა. მე მგონი მართალი ხარ და ესენი აქედან წასვლას არ აპირებენ. მომეწოდა ერთი ჩემი საყვარელი ბოთლი. მანჩო რა საპირებ? ეს ერთი პატარა საიდუმლოა ესეთი კლიენტების მოსაშორებლად. მე ბიჭასხი გეხვეწები. ჩვენ ხარჯზე ჩაწერია ეს ყველაფერი. მიიღე. ნენგან საჩუქრად. მადლობა დიდი. გაიხარე. ეს იმ საცხობიდან არის, მე რა გეუბნებოდი. ხო გემრიელია? ფანტასტიკურია. მოუკეთეს ვაკეთებ. გაზლაბრაკო. ჩემ ხაჭაპურზე უნდა გაგასინჯო რა ერთი. მე რო გავსინჯო შეიძლება? დიდი სიამოვნებით. ვაუ. ახლავე დაიცადე, სანამ გავსინჯავ. ეხლა ყურადღება ერწუთით. მე მინდა ჩემი საყვარელი ძალიან მაგარი საგრძელო თქვა. მოდი, ამ ჩიქით მანდილოსნებს ჩვენ გოგოებს გავუმარჯოს. მე მიყვარს ეს საერთოდ. აუ მეც ძალიან. ესე იგი, ეხლა ჩვენ ხო, დროი მე და შენ ვიმყოფებით ორი უმშვენიერესი ადამიანის ბუდეში რა. ესე იგი, ამ პატარა გოგოებმა რა, მარტო მოახერხეს დამოუკიდებლად, მარტო გადმოვიდნენ საცხოვრებლად ამ ძალიან რაღაცნაირ კრიტიკულ პერიოდში. ხო, აქვეა იაც, მათი მეგობარი, მათი როგორ თქვა ესე, ჭირვარამის გამზიარებელი და რავი, თქვენ ეხლა ჩემგან არ გესწავლებათ ერთმანეთის გვერდში დგომა როგორ უნდა. ასე რომ გაიხარეთ. გაგიმარჯვეთ თქვენ. შემოგევლოთ ვარხათ ძალიან. მანდილოსნების სადარგრძელო ხო ძალიან. ხოლმე საქმის ხდომი მანდილოსნების იყო. როი, შენთან ვიყავი ალავერც, მიდი თქვი რა. ნება მიბოძეთ? თუ ჩემი ბედი შენი ხვედრია და გზიდან მოსულს წყალს დამახვედრებ. ჩემს ირგვლივ მხოლოდ შენი ხედია, ომიდან მოსულ შენა მამხედრებ. ასჯერ დავკრიფე შენთვის იები, მაგრამ ასჯერვე სისხლი მადინა. ია კი არა, ვარდი ყოფილა, ნეტა ჩემს გვამზეც ცრემლი გადინა. თუ შენსკენ მავალს დამხვდა ტყუიები, ტანჯული გულის სარკოფაგები, ერთი სიტყვისაც მაინც რომ გწამდეს, ციხია ჩემი კალმით ნაგები. მაგრამ ძვირფასო, ჩემი ბედია, ომში წასულს რომ მომხვდეს მახვილი, შენი ცრემლები თეთრი გედია. მე რა ღირსი ვარ რომ გედი მოკვდეს. ხანდახან ბნელს რომ სხივი აკლია, ათინათივით შენს თვალებს ელავს. ვარდი უეკლოდ რისი ვარდია, უეკლო ვარდი შენ ახარია. საუცმო, შენ დაწერე? კი. გონი ბედი გაგეხსნა. ჩუქებელებს დაგიწერე. აი, მასა შენ დაწერე? კი. სხვების ხარ დაწერე. ხოჭა. კარგი ლექსი. ერთი არაა ძალიან თვალი და მისამართს გეტყვით. აი მოდიან. შეგდოდილი ქართული ვაშკაცი. მე და შენ უნდა წავიდეთ რაჭაში ზემოტოლაში. ბაზარი არა. ჯიხოსევად მოდი დაჯიქი, გენაცვალე. დაჯიქი? ჯიხზე, ხო? ხო. უეჭვენ. მოდი ხა მე წავა. გენაცვალე. და შენ შემოგევ. ხო, მოდი. გავგაზეთ ზიაკაც, აბა კარგად. კარგად ძმები, კარგად. შენ შემოგევ. მოიცა, მისამართს მაინც ეტყვიან, ხო?
იმედია. აქამდე უნდა დამეპატიჟე ეს ორი სასმალზე. კაი, წავედი მეც. ბოლომდე. დროებით. კარგად, მანჩო. კარგად. შენ გცალია დღეს? კი? მაშინ მოდი დღეს გქონდეს პირველი კულინარიის გაკვეთი. კარგი. კაი, წამო. წავედი. მეც გამიგეთ რა. მეჩქარება. იქნებ როგორმე მოვაგვაროთ ეს საქმე და მოვჭეთ ამ ყველაფერს რა. რა გავაკეთო? ის აღარ არის ჩემი ცოლი და რა გავაკეთო მე? არავის ნდობა არ შეიძლება დღეს. დაბა იმდენი ფული ტყუილა გადაყარე? თუ არ ხარ დარწმუნებული რომ გააკეთებს იმ საბუთებს, ტყუილა რატომ იმატანინე? მაგრამ მე დამირეკა ნანუკა. და სამსახური შემოთავაზა საერთოდ. ნანუკა შენი ბავშვების მიყო. ხო. ო, მაშო გაიჩი. მაშო. დაგვინახა ბიჭო. აი მომისმინე მოგვერცა. ეხა გადადი და მიესალმე, ოღონ არ დაიწვა, რა ვითომ რაღაც საქმეზე ხარ. მომისმინე ცოტი. შენ მე პროკურორი ხო არ გონი? მოვედი გეხმარები შენ მალავ აქ რაღაცებს. შენ ამბობ თან რომ შენი ინტერესებიც არის, ხო?